ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ. თუ აქ მოხვედი, ბოლომდე უნდა ითამაშო. თუ ეს გზა ირჩიე, ბოლომდე უნდა შეინარჩუნო გულწრფელობა. ბორჯომელი ქუჩის ბიჭის მოულოდნელი პოპულარობის ნამდვილი მიზეზი და გულახდილი პასუხი კითხვაზე, რომელიც სკანდალური ქორწინების პირველივე დღეს გაჩნდა. შენ რომ თბილისელი ყოფილიყავ და საკუთარი სახლი გქონოდა. ხათნა ჟორდანიას ცოლად მოიყვანა. რაფასად უჩდება ტრანსფორმირებულ მენტალიტეტს სნობური ბარიერის რღვევა, სადგადის რეალური ზღვარი მონაჭორსა და სინამდვილეს შორის. ქუჩის ბიჭებიდან პიკასოს გაშვება აუცილებლობით იყო გამოწვეული. საკმაოდ მძიმე თემა. თუ აღმოჩნდი დეტექტორის პირისპირ, დაფარული აუცილებლად გაცხადდება. გაქვს ისეთი ისტორია, რომელიც ხათნამ არ იცის და არც უნდა გაიგოს. თუ გადაწყვიტე მოგება, უნდა შეძლო აღიარო საიდუმლო, რომლის გამხელამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს შენი ცხოვრება. ნამდვილად გქონდა რომანი ქეთა თოფორიოსთან. როგორ შეაფასებს ობიექტური პოლიგრაფი სურაბ ხაჩიძის სიმართლეს? ნახეთ, სიმართლის დრო. ამობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარი. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მცდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარამდე არის 21 შეკითხვა და მზადყოფნა გულწრფელად უპასუხოს მათ. თან უნდა აღიაროს სიმართლე, ყოველ სიმართლე და არაფერი სიმართლეს გახდა. წესების თანახმად ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფზე. მათ არ იციან შედეგები, მაგრამ თუ ისინი 21 შეკითხვას გულწრფელ პასუხს გასცემენ, დარბაზ 100,000 ლარი დატოვებენ. ზურაბ ხაჩიძე, 31 წლის მომღერალი თბილისიდან, ჯგუფ ქუჩის ბიჭების სოლისტი, დაქორწინებული, ყავს 3 წლის ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე. პოლიგრაფზე ტესტირებისას მან ექსპერტის მიერ დასმულ 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. ამოდი შევხვდეთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს, აპლოდისმენტები ზურაბ ხაჩიძე. გამარჯობა. ვაუ, მოკალათდი. დავიწყოთ ჯერ იმით, სად ხარ, როგორ ხარ და მოგვენატა. მე ძალიან მომენატრეთ სამწუხაროდ აქ ვარ საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ მუსიკალურ ამბებში, სადაც მე უნდა მიხელოთ, ვერაფერს ისეთ მნიშვნელობას ვერ ვაკეთებ. არა, ყველაფერი წინ გაქვს. ალბათ. მე მჯერა რომ შენ კიდევ იტყვი შენ სათქმელს და მოდი ახლა ჯერ დავიწყოთ ვისთან ერთად მოხვედი. მე კი ვიცნობ ორივე ადამიანთან ძალიან კარგად, მაგრამ მაყურებელს მაინც. ჩემ არაჩვეულებრივ მეგობრებთან ერთად პაატა ხაჩიძე ჯგუფი ქუჩის ბიჭები. და ანი კანდელაკი ჩემი მეგობარი. ანი კანდელაკი ერთ დროს იმედშიც მუშაობდა საქართველოს წამყვანილობა. იმედის დილა. ძალიან ნიჭიერი შვილი. არაჩვეულებრივი შვილი მარი ბოკერია, რომელთან ერთადაც დუეტი გვაქვს ჩაწერილი, ალბათ მსმენელი იცის. მე ძალიან მიყვარს ეგ დუეტი. შენ კვირას მაფიის ღამეში გახდი საუკეთესო მოთამაშე. ხო, ჩემ და გასაკვირად, იმიტომ რომ იტყუები, ხო? არა, ჩემ და გასაკვირად, იმიტომ რომ პირველად ვითამაშე და საერთოდ ვინც მიცნობს, ძალიან ცუდად ვიტყუები, როგორც ანუ დღეს როგორ ფიქრობ, მოხსნი რეკორდს მაფიის ღამის არის? რაღაცა რა ვიცი, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. იმედი მაქვს, რომ ვითამაშებ ღირსეულად და დავანგრევ იმ სტერეოტიპს, რომელიც ამ გადაცემაზეა ზოგადად შექმნილი საზოგადოებაში, რომ მარტო სკანდალური, ესე ვთქვათ, რაღაცა ესეთი დიდი მადლობა რომ მოხდით, წესებს აგიხსნით, საკმაოდ მარტივი წესებია, რამოდენიმე ეტაპი გვაქვს. პირველი ეტაპი 6 კითხვისგან შედგება ეს ეტაპი და არის საკმაოდ მარტივი კითხვები, თუ შენ გახვალ ამ პირველ ეტაპს მოიგებ 400 ლარს, ეს არის გარანტირებული თანხა, მე ხედავ კიდე არის 5 ეტაპი და თანხა შესაბამისად იმატებს. მეგობრებს აქვს უფლება დააჭირონ დილად, თუ რაღაც კითხვა გაგაღიზერებთ, არ მოგეწოლებათ, ან არ ვიცი, შეგიძლია ანიშნო რომ
ეს კითხვა არ დამისვათ, ჩვენ შევცვლით იმ კითხვას, მაგრამ ვერ შეგვიძლია რომ უფრო მარტივი რაღაც შეიცვლებ. მოკლედ წესები გასაგებია. სანამ მე კითხვას დაგისვა, მანამდე შეგიძლია ყველაფერთან ერთად უარიც თქვა და გააჩერო თამაში. კი ბატონო. მე მგონი ყველაფერი გითხარი. გასაგებია ყველაფერი, იმიტომ რომ გავეცანი წინასწარ წესდებას თამაშის. რა მაინტერესებს? ზოგადად პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი? ზოგადად ოპტიმისტი. ოპტიმისტი. კი. როგორ ფიქრობ? აი საერთოდ ქორწინებამდე ხშირად ეუბნებიან ხოლმე ქალებს, რომ მე შენ გაგხდი ბედნიერი, შენ ჩემ ხელში ხარ ბედნიერი. როგორ ფიქრობ, შენი მეუღლე, რომელიც საკმაოდ ცნობილი ქალბატონია, ხათუნა ჟორდანია, ყველასთვის საყვარელი ადამიანი. შეუძლია დღეს ხათუნამ თქვას, რომ ის ბედნიერი ქალია. რომ ყავხარ შენ. არ ვიცი, ეს მას უნდა გითხოთ, იმიტომ რომ შენი თავდაჯერებლობა მაინტერესებს. როგორ ფიქრობ? ჩემი შეხედულებით კი. ანუ შენ შეძელი რომ ის ბედნიერი ქალი გავხარდა. ძალიან კარგი. საზოგადოებამ გაგიცნო ქუჩის ბიჭებიდან, ხო? თუმცა ამაზე ჩვენ კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. ზოგადად აი სახელი საიდან გაჩნდა, რატომ გაჩნდა? კომერციული ფანდი იყო თუ უბრალოდ რაღაცა? საერთოდ იყო ამ ყველაფერთან, ამ სახელწოდებასთან დაკავშირებული ჩემი ბავშვობაც და ქუჩაში გატარებული რამოდენიმე წელი და დრო. ცუდი პერიოდი იყო მაშინ. ფული პერიოდი იყო, მოგხსენობათ 92-93 წლები და აქედან გამომდინარე, როცა ქუჩიდან უკვე გადავწყვიტე სცენაზე ასვლა, რაღაცა მეგონა რომ რჩებოდა ქუჩაში და იმ სახელწოდებით და ვინ მოიფიქრა ეს სახელი? მე მოიფიქრე. ხათუნას მოწონდა შენი შემოქმედება? ხათუნას? ხო. სანამ თქვათ გაგიცნობდა ახლოს, აი ფანი რაღაც უხეშნა თქვამია, მაგრამ ფანი არ იყო, მაგრამ ბევრი სიმღერები, როგორც მე ვიცი, მოწონდა, რომელიც ჩვენ ჩაწერილი ქონდა იმ დროისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად არაჩვეულებრივი წევრებთან ერთად მომიწია ამ წლების გავლა, უკვე 15 წელი ხდება, ალბათ სულ მალე 15 წელი გახდება და ბევრი სიმღერის შექმნა მოვასწარე ბევრი კომპოზიტორებთან ერთად, რომლებიც ჩვენ გვიწერდნენ სიმღერებს. ძალიან კარგი. მინდა მოდი გავიწყოთ თამაში. ეს მართლაც თამაშია, ეს არის სიმართლის დრო და რაღაც პასუხებიდან გამომდინარე კონკრეტული თანხის მოგების შანსი არის. მოდი ნახოთ რამდენად თავდაჯერებული ხარ და პირველი ეტაპის პირველ კითხვას დაგიგებ. კი ბატონო. როგორ ფიქრობ, შენს მეუღლეს უყვარ ხარ? კი. უყვარ ვარ და მე ძალიან უყვარს, მინდა უთხრა პირდაპირ ეთერში. ძალიან კარგი. ნახოთ პასუხი. ეს პასუხი არის სიმართლე. მილოცავ? ეჭვს არ მეყარებოდა მართალი გამიგდა, მაგრამ პირველი ეტაპი საკმაოდ მარტივი კითხვებისგან შედგება ხოლმე. როგორ გაიცანით ერთმანეთი? მე მახსოვს რომ ნინისთან ერთად დუეტიც ვიქნა. კი, დუეტის ერთ-ერთი პროფესიული კუთხიდან გავიცანი, ანუ ჩაწერაზე ესწრებოდა ნინის ჩაწერაზე, ჩვენ ჯგუფი იმ დროისთვის მუშაობდით არსებულ სტუდიაში და აი იქიდან მოხდა გაცნობა. და მე შემდეგ უკვე გადაღებები შევთანხმდით იმაზე, რომ ნინისთან ერთად ჩაგვეწერა დუეტი. გრაფიკი და მოკლედ ასე სიყვარული. ხო, სხვა პლაჟი რაღაცები და შენიერი ამბავია. შენ ოჯახში საერთოდ. აი, ხარ ქართველი მამაკაცი, ხო? როგორი ურთიერთობის მომხრე ხარ? გენდერული თანასწორობის, თქვა. პატრიარქატი უნდა იყოს, პატრიარქატი. აი, როგორ ფიქრობ, როგორია ფიქრობ, აი, თვითონ შიგნით ოჯახის შიგნით საერთოდ ორივე წევრი იღებს გადაწყვეტილებას და ფიქრობს იმაზე, თუ შემდგომი ნაბიჯი ამ ოჯახისთვის თუ როგორი იქნება და რა ვიცი, არის რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხები, მე ესე ვფიქრობ სამწუხაროდ, თუ ეს საბედნიეროდ არ ვიცი ეს მაყურებლის მიმინდია როგორია, ეს ჩემი მოსაზრება. მე ვფიქრობ, რომ უმთავრესი საკითხები, რა თქმა უნდა, მამაკაცმა უნდა გადაწყვეტოს. აი დაახლოებით აი ამ თემას ეხება ჩვენი მეორე შეკითხვა. კი ბატონო. მზად ხარ? მზად ვარ. ხომ არ ნერვიულობ? რა ვიცი, არა, მე მგონი არ ნერვიულობ. საერთოდ არ მეყურებ ეს ლაპარაკობთ. ხო, რა ვიცი, კაცრი მიჯიგა შექმნილი საერთოდ ეთერი. ძალიან კარგი ვიცნობ და ძალიან მიყვარხარ.
მეორე კითხვა. თქვენს ოჯახში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უმრავლეს შემთხვევაში ხათუნა იღებს? კი, ნამდვილად. ასე დაუფიქრებოთ, ნახოთ პასუხი. ეს პასუხი არის შეიძლება პასუხს და ორი წამით და მერე რაც იქნება ეს მითხრა. სიმართლე. გილოცავ? ალბათ მიდიხარ რაღაც სპარტიდო. არის სამწუხაროდ აი ის რაც მე მოგიყევით შეიძლება ვფიქრობდე ესე მაგრამ ამ ეტაპისთვის არის რაღაცა ეტაპები ადამიანების ცხოვრებაში ცოლურ ურთიერთობაში ალბათ დამითანხმება იმას ვისაც ოჯახი აქვს რომ ხანდახან ქალი იღებს ხოლმე რაღაცა ცხოვრების რაღაცა ეტაპზე იმ ეს ხანდახან ხო ანი შენ შემთხვევაში როგორ არის შეიძლება იყავ გადაწყვეტილი კი ორივე ერთად ძირითადად შეღებულობ თუ გააჩნია რა სახის გადაწყვეტილი ერთობლივად შენ შემთხვევაში თუნდაც ალბათ იმიტომ რომ რამოდენიმე წელი პროცესია შენ და შენი მეუღლე ალბათ შეიძლება უფრო მეტი გამოცდილებაც მეტი აქვს და მე ვერ ვიტყვი რომ ეს მუდმივად ანუ რაც ერთად ვართ ქორწინების აი ეს პერიოდი რაც ერთად გავიარეთ სულ მუდმივად ხათუნა იღებს მაგრამ აი ეს ეტაპი თქვენ ალბათ ამ ეტაპზე გაქვთ ლაპარაკი და კითხვაც ამ ეტაპს ეხება ნამდვილად ხათუნა იღებს და ვერ დავმალავდი და ვერ მოვიტყუებოდი ასაგებია დიდი მადლობა გულწრფელობისთვის შენ საკმაოდ პოპულარული ადამიანი იყავი დღესაც სამწუხაროდ ხარ უბრალოდ გვენატრები ძალიან ბევრს და დარწმუნებულად კიდევ იქნები ყველაფერი გაქვს წინ ძალიან ბევრ გოგოს მოწონდი ყოველთვის პატა შენ გეცოდინება ეს ამბები აი როგორ რა ქვია ამ სიტყვას მუსუსი მე ხალხთან რომ რასეძან აი ანის ეცინება რაღაცები იცით აი თქვა თუნდაც აქორწინება არა ეხა სიმართლე ის არის რომ ეს ხდებოდა ბუნებრივად რა თქმა უნდა ხო ძნელია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხშირი იყო ეს კონცერტებიც გამოსვლებიც და რაღაც ამას თან ახლავს ეს მე ხალხთან ის იმიტომ რომ აქტიურობა მოდიოდა მეორე მხრიდან ესე რომ ვთქვათ არა პატარა ბიჭი იყავი რატომ არა რატომ და ოჯახი რატომ არა ოჯახი მაშინ არ ყავდა ანი რაზე გეცი არაფერი ყველა ბიჭი მეტნაკლებად მე ხალხთანია ხარ გენატრება ის რომ ნაწილობრივ თავისი ანუ გართობებით და თავისი ხიბლით როცა კონცერტზე გამოდიხარ და 15000 ან 20000 ან უკრაინაში მაგალითად 1 მილიონი თან რა თემაზე ვსაუბრობთ ხო 1 მილიონი მაყურებლის წინაშე გამოსვლა ძალიან მენატრება იმიტომ რომ ვინც მოგეხსენებათ ჩემ მსახიობი ხარ და ვინც კი ერთხელ მაინც ირიბათ ესე პოპკულტურით სამსახიობო კარიერით ერთხელ მაინც თვინმე თუ გადაყლაპა სცენის წვერი ძალიან რთულია და ძალიან მენატრება სცენა სიმართლე გითხრა მთელი ჩემი აი ეს ტკივილები ბოლო პერიოდში და ცოტა ისეთი ხასიათი რამე გეგმები ხო არ გაქვს რაღაცა საპირებ ალბათ მომავალში ყოველთვის ჩვენ ველით ყველაფერს ვაპირებ კი ვაპირებ მაგრამ მინდა გთხოვოთ მაშინ მომაგებინეთ თანხა და ჩვენ ვერ მოგაგებინებთ თავარია შენ აღიარო სიმართლე ჩავწერა მინება რომ იყოს მე გაგატანდი სიამოვნებით მაგრამ ეს ჩემი თანხა არ არის და შენ სიმართლეზეა დამოკიდებული ვიცი და რომ თავარია ზურა არ მომატყო ყველანაირად დარწმუნებული ვარ დიდ თანხით წახვა და არ ინერვეულო თქვენ რა საერთოდ ურჩიეთ მოსვა ხო არა აი ანი შენეწოდე ალბათ დარწმუნებული ხარ არ ქნა ზურა არა არ მithქვია არა შენ მოხვიდოდი ჩემთან არა რა ლოგიკა ბატა შენ უფრო არა ანუ შანსი მაქვს რომ წინ დამიჯდე ნახოთ დღეს როგორ თქვენში ყველაზე თამამი რო ზურა უკვე ფაქტია კი უბრალოდ გაძგობ რომ ნერვიულობ იცოდას უნებრივია იმიტომ რომ რაღაცნაირად შენ აბსოლუტურად ყველა კითხვა იცი იყო რომელიმე კითხვა რომელსაც ძალიან გაგაღიზიანა
ან რომელმაზეც გაგიჭირდა პასუხის აი ზუსტად მაგითო ვიძახდი, სანამ ამას ეთერი თუ ყურებდი, მინდა თუ მომცემ ცოტა დრო, ძალიან ცუდი შეხედულება მქონდა ზოგადად გადაცემაზე და მოგესწრებათ პროდიუსერთან ძალიან ხშირად მქონდა კონტაქტი. პროდიუსერი ნოე? ნოეს გულისხმობ. აპლოდისმენტები ნოეს. და მართლაც როცა მივედი მე კი ცოტა სხვანაირი შეხედულება მქონდა, თუმცა ეს გამიხარდა, მაგრამ მაინც ნერვიულობ, ესეთი ლამაზი ქალის წინაშე რო ზიხარ. ესეთ კითხვებს რო სვავს, განერვიულობ. მე მგონი კითხები არც თუ ისეთი სირთულის არის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ნუ ოჯახს ვერ გავექცევით, შენს ოჯახს გარშემო ვიტრიალებ რაღაცნაირად. რაც მოიყვანებს ქართულად. იმის მერე მაინც აქტიურობდნენ შენი თაყვანისმცემლები, გაწუხებდნენ. ეხა ეს შეწუხება არ არის, ძალიან მე გეტყვით რომ ნებისმიერ მამაკაცს სიამოვნებს ალბათ ესეთი ყურადღება. მამაკაცს კი, მაგრამ მეუღლეს არ არის. დილოსანის მხრიდან, მაგრამ კი იმის მერეც იყო აქტიურობა, იმიტომ რომ ალბათ ბევრ სკეპტიკოს ეგონა რომ ეს იყო დროებითი რაღაცა გადატმული ნაბიჯი. ყველა სირთულე გადალახე შენ. შემოტევა მანდილოსნების ერთავარი ხალხჭკვიანი ქალი, რომელმაც გადაგალახინა ყველაფერი. ნამდვილად. მოდი დაგისვავ ახლა მესამე კითხვას. მზად ხარ? მზად ვარ. დაოჯახების შემდეგ დაინტერესებულ ხარ სხვა ქალით? მარტივი პასუხი მინდა კი ან არა? კი ალბათ. კი. ალბათ არა. კი. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. ძალიან გამომიხარ. ნუ ყოფილა ეხა ესეთ შემთხვევები რა, ნამდვილად. დაინტერესება ინტერესის სფერომდე. ინტერესის ანუ სფერო. შემოიფარგლე ინტერესი. კი, იმიტომ რომ უნებრივიც არის, ხო? მე რამდენადაც ვიცი, აბორჯომში ყავდა, მოგწონდა გოგო. და აი ამ გოგოს ხათრით როგორ თქვა, არც კი ვიცი, დაიწყე ეკლესიაში სიარული. ეს მართალია? კი, მართალია. ოძღვარი ყავდა. კი, როცა ძალიან დიდი დრო ატარებდი ქუჩაში, მოგეხსენებათ ჩვენ თქვით, რომ ძალიან ცუდი დრო იყო და მაშინ ხა ესეთი მომენტები არ იყო, რომ თქვა რაღაცა მუსიკალურ სკოლაში მევლო, რაღაცა ძალიან ისეთი გარემო იყო, სადაც ვიზრდებოდი, რომ ეს ალბათ ცოტა იმ დროისთვის სასირცხვილო იყო. ანუ პაპკით და ვიოლინოთი ხელში ვერ წავიდოდი. ამიტომ როგორც ყველა ახალგაზრდა იმ დროისთვის, მეც ქუჩაში აღმოჩნდი რაღაცა პერიოდი და უბრალოდ ძალიან დიდ დროს უთმობდი ამ ქუჩასთან ურთიერთობას. შემდეგ უკვე რაღაცა პერიოდის შემდეგ შემიყვარდა გოგო, ავიცი, სახელს და გვარს არ დავასახელებ, რომელიც ძალიან ხშირად დადიოდა ტაძარში. ჯერ მისი, ესე ვთქვათ, ნახვის სურვილით ტაძარში დავიწყე სიარული, რომ ის მენახა და სადღაც 14-15 წელს. მისი, ესე ვთქვათ, ეშხით დავიწყე ტაძარში სიარული, შემდეგ უკვე რამოდენიმე წირვის შემდეგ და ლოცვის შემდეგ უკვე დავინტერესდი და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები მოვისმინე ქადაგებიდან და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. მაშინ ბორჯომის ეპისკოპოსი იყო ახალი ჩამოსული მეუფე სერაფიმე და აი მასთან მოვხვდი, მის ხელში მოვხვდი და ესე ვთქვათ, ქუჩიდან უკვე დავფიქრდი იმაზე, რომ სხვა რაღაცა უნდა გამიკეთებინა და აღარ უნდა დამეკარგა ქუჩაში დრო და გადავდგი უკვე ნაბიჯის სცენისკენ ჩემ მეგობრებთან. და ანუ თქვენ მე რამდენად კურთხევა მიიღეთ, ხო? სცენაზე გასულ. კი, ჩვენ კურთხევა მიიღეთ პირველ იმ ეტაპზე, როცა ეკლესიაში დავიწყეთ სიარული, რომ ჯერ ჩამოვაყალიბეთ შევქმენი ჯგუფი, შემდეგ უკვე დავიწყეთ გალობა, მე უკვე გვაკურთხა, რომ დაგვეწყო გალობა ტაძარში. და დავიწყეთ გალობა ტაძარში და აი უკვე იმ ყველაფრის მე რაღაცა
ეტაპის შემდეგ უკვე სცენისკენ წავედით, ესეც კურთხევით მოხდა. ანუ კურთხევით მოხდა ყველაფერი. კი ბატონო, მოდით დაგისვავ მეოთხე კითხვას. საკმაოდ საინტერესო ისტორია იყო და დარწმუნებული ვარ პასუხით შესაფერისი იქნება. სცენაზე გასვლის კურთხევაზე უარის მიღების შემთხვევაში შოუ ბიზნესში მაინც წახვიდები. კი ალბათ. კი. ეს პასუხი არის ავიღოთ. კითხვა გაშორებს 400 ლარს, ეს არის გარანტირებული თანხა, დარწმუნებული ვარ, უფრო ზეპითაც სწავალ. რაღაცის თქმა გიყვება. გამოცდილების შემდეგ, რაც ჩვენ ტაძარში მივიღეთ იმ გალობის შესწავლის შემდეგ, ანუ ფოლკლორის შესწავლის შემდეგ, რომ ძალიან დიდი სურვილი გქონდა, რომ ეს მარტო ჩვენთვის არ დაგვეტოვებინა და ანუ მარტო ჩვენს თავში არ ჩავკეტილიყავით და არ დავჩენილიყავით ბორჯომში. მე დავამატებდი იმას, რომ კურთხევას მოგცემდნენ, იმიტომ რომ ეს სიმღერა იყო და ჩვენც არაფერს არ გავაკეთებდით ესე ვთქვათ, ხო? ალბათ, მაგრამ აი ხომ შეიძლება ვთქვა და თქვენ სიმღერაში თუნდაც რაღაც ტექსტები ხო შეგვეხო, არა ეკლესიური ხარ, არაფერს ისეც არ მღეროდით პრინციპში, მაგრამ ნუ აი მაინც შეიძლება არ მოწონებოდა და დაეწუნებინათ თქვა. არა, იმ ეტაპზე ჩვენ არ გქონდა ესეთი სიმღერა. და მას მერე თუ გქონიათ შეხვედრა თქვენს მოძღვართან და როგორ მოწონდა საერთოდ თქვენი თუ იცოდა საერთოდ გასაკეთებელი? გქონდა და ფაქტიურად ხშირი შეხვედრა გქონდა და მეტნაკლებად დღესაც გვაქვს, ასე ვთქვათ. ანუ შენ მოგწონდა ხშირი ბიჭების რეპერტუარი დარწმუნებული ვარ. ნუ კი, რამოდენიმე. ახლა ერთ-ერთ კლიპშიც ხარ. კი. ხო? კი. ვერა მიყვარს. იცოდი რომ ესეთი ეკლესიურები იყო, საერთოდ გაიცნო. კი, ვიცოდი. საერთოდ. ნუ რა ვიცი, გამიგია. რო გავიცანი, მე უფრო დავწუნდი. იცი რა მეტყვის, ხშირად გაგიკეთებია ისეთი რამ, რაც თქვა არ მოწონებია, ან თქვა რაც გააღიზიანებდა ხათუნას. რა ვიცი, ვერ ფიქრობ ესეთ. კი, ალბათ რაღაცები. აი, როდესაც იცი რომ თქვა არ სიამოვნებს გაღიზიანება ის თქვა მაღალი ნათქვამი, არ სიამოვნებს ხათუნას რაღაცა. შენ ცდილობ გამოიცვალო, ცდილობ რაღაცა შენ თავში იპოვო, გამოასწორო თუ მარტივ გზას ადგენები და უბრალოდ არეუბნები, აკეთებ და ანატყუებ. აი, რასაკეთებ? რა ვიცი, არის რაღაცა საკითხები, რომელ საკითხებსაც ალბათ ვასწორებ ჩემს ცხოვრებაში, თუ მისგან რაღაცა ისეთი კონკრეტული ისეთი მოდის, რომ აი მეს არ მოწონს. რა? მარტივს არა. მაგრამ არის რაღაც საკითხები, ძალიან ლაით საკითხები, როდესაც მარტივსაც ვადგები, ანუ რაღაცა ისეთი ყოფითი რაღაცა გამოსწორების საკითხი. არა, რა დაგვიფაროს. მოდი დაგისვამ მეხუთე კითხვას. ეს არ ვიცი მარტივებში გადის თუ გლობალურებში. მე შემიძლია. წვეულებაზე წასულ ხარ მეუღლისგან ფარულად. თუ აქ მოხვედი, ბოლომდე უნდა ითამაშო. რაფასად უჩდება ტრანსფორმირებულ მენტალიტეტს ცნობური ბარიერის რღვევა. სადგადის რეალური ზღვარი მონაჭორსა და სინამდვილეს შორის. ქუჩის ბიჭებიდან პიკასოს გაშვება აუცილებლობით იყო გამოწვეული. საკმაოდ ძიმე თემაა. გაქვს ისეთი ისტორია, რომელიც ხათუნამ არ იცის და არც გინდა გაიგოს. თუ გადაწყვიტე მოგება, უნდა შეძლო აღიარო საიდუმლო, რომლის გამხელამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს შენი ცხოვრება. ნამდვილად გქონდა რომანი ქეთა თოფორიოსთან. როგორ შეაფასებს ობიექტური პოლიგრაფის ზურაბ ხაჩიძის სიმართლეს? ნახეთ. სიმართლის დრო.
სწავლებაზე წასულ ხარ მეუღლისგან ფარულად. წავსულვარ, კი. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. მილოცავ ერთადერთი ხადარჩა და დახვდები 400 არის მფლობელი. ანი, აი ძალიან საეჭვებით რა გავაკეთე. არა, ნუ წასულა და გამიგია და შენო მეუღლემ რომ იგივე გააკეთოს. არაფერი, არა. უნდა და წავიდა. არა, უნდა და წავიდა მე მისმის, მაგრამ არ გიქცა და დაგიმალა. დაგიმალა აქ პრინციპში ცოტა მეწყინება ალბათ, არა? უბრალოდ გეწყინება. მაგრამ იგივეს არ გააკეთე. არ ვიცი. არის. ოჰო, ლადო. გაგიგეს შენ დარწმუნებული ვარ ეს ფარული სიარულები შენ არ ხარ ის პერსონა რომელსაც ვერ შეამჩნევდნენ და ვერ გაიგე. ხშირ შემთხვევაში არა ვერ დაიმალები ვერსად და მე ეს გაჩვენე. რა? ამიტომ არ უნდა დაიმალო. არც ვიმალები პრინციპში შეიძლება საღამოს უთხრა რომ აი ყოფილა ესეთ შემთხვევა ხა ანისთან დაკავშირებით გამახსენდა და ხათუნას ვთქვამს რომ ეს მაგალითად მივდივართ მე და ანი ჩემთვის ვთქვამს რომ დღეს მივდივართ გასართობ კლუბში აი ამიტომ ეცინებოდა. იყო აი ამიტომ ეცინებოდა ქალაქში და შემდეგ მე ძალიან გავბრაზდი რას ნიშნავს შენ და ანი მიდიხართ მე დალადურა შვებით და გადაწყვიტეს რომ არ წასულიყვნენ ვინაიდან და რადგანაც მე ესეთი პრეტენზია წამოვაყენე და საღამოს მე თვითონ აღმოჩნდი იმ ქალაქში. მოგვივიდა მე ამბები რომ იქ იყო. მივიდათ ამბები აი ამაზე ეს არის ამონებო და არც ერთ დარწმუნებული. მაგრამ ბავშვი ოჯახი რაღაცა აი ბავშვი და ოჯახი. და მიხედონ ქალებს. მოდი შენს ბავშვობას და შენს ოჯახს დაუბრუნდეთ. კი ბატონო. მე რამდენადაც ვიცი შენ გაგზარდა მამამ და ბებია. კი, ბებია. არ გიყვარს ამ თემას საუბარი. თუ შეგვიძლია ვისაუბროთ. იცი რა არის მისაუბრია ყოველ შემთხვევაში პრესასთან და რაღაცა განსაკუთრებულ დაბრკოლებას ამაზე და ვიცი რომ 14 წლის იყავი, როდესაც გაიცანი დედას, რამდენად სიმართლე არ ვიცი. კი, 13-14 წლის ვიყავი, როცა გავიცანი დედა, იმიტომ რომ დაშორებული დედმამის შვილი ვარ და ვიზრდებოდი ბებიასთან და ძალიან რთული მომენტები იყო, იმიტომ რომ სამწუხაროდ დედა შენ იყო დედა როცა გვერდზე არ აკავს რა. ხო, სამწუხაროდ დედათან ეს თქივნეული თემა. გაცნობა თუ მოასწარით ამ მეგობრებად უნდა. ეს ხშირად ესე ამბობ ხოლმე როცა ამ საკითხს ეხებიან რომ როცა დედა დაუძახე, აი მაგ დროს უკვე სამწუხაროდ როცა მიხვედი იმ ეტაპამდე რომ გადავახე დედა დაუძახე, ჯერ თქვენობით ველაპარაკებოდი, შემდეგ სახელით და მე უკვე როცა დედა დაუძახე და მართა გავითავისე რომ დედა იყო, ანუ მივხვდი უკვე რომ ეს ანუ რაღაცა ეტაპები გავიარეთ ერთად ცხოვრების სამწუხაროდ მოგეხსენებათ იცის ალბათ მაყურებელმაც რომ გაზით გაიგუდა და უბედური შემთხვევა მოხდა ვაკეში ჩვენ ძალიან წუხართ ჩემი ქორწილის ერთი კვირის შეიძლება თქვა რაღაც ესეთ თემას შევეხე უბრალოდ შენს ბავშვობაზე ჩემ ცხოვრებაა და ანუ მე მის თქმა მინდოდა რომ შენ იცი რა არის გაშორებული ოჯახი თუნდაც რა არის თქვა ცალკე დედა ცალკე მამა შენ როდესაც თქვა ხათუნაზე დაქორწინდი ისიც გაშორებული იყო თავის მეუღლეს ინის ძალიან უყვარს მამამისი მე ვიცი მაგრამ ხო არ ქონია ის მომენტი რომ აი როდესაც მოყავთ ხოლმე თქვა შვილიანი მანდილოსნები ცოლად ხო ცდილობენ მამობა გაუწიონ იმ შვილს თუმცა მე დარწმუნებული ვარ ნინის არ ეყოდა მამამისი მაგრამ აი ქონდა ეს მომენტი მოთხოვნილება რომ მამა დაეძახა თუნდაც შენთვის არასოდეს მე და ნინი თავიდანვე ამას ყოველთვის აღნიშნავთ ერთის და მეორეც ყველგან სადაც მაგრამ მე ვიცი მაგრამ იმდენჯერ იყო ამაზე ლაპარაკი რომ მინდა რომ ერთხელ და საბოლოოდ დავამთავროთ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ნინის ყავს არაჩვეულებრივი მამა და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. რომ ნინისაც აწუხებს ეს თემა, უკვე მე რამდენჯერ და რამდენს განიხილავენ და. მოდი დღეს იმედია, ის დღე იქნება, როცა ამ თემაზე ბოლოჯერ ვისაუბრებ და მე კითხვას არავინ აღარ დასვათ და აღარ იშორავებს. ნინიც
ძალიან მიყვარს და ძალიან ჩემია, მაგრამ შეუძლებელია მსოფლიოში ვინმე ჩემ მაგალითზე თუნდაც შეგიცვალოს. ან დედა, ან მამა, ან მშობელი. არა, შეუძლებელია. თქვენ ანუ მეგობრებთ. მინის აღზარში თუმცა მონაწილეობა მაქვს მიღებული, მოგეხსენებათ 8 წლის იყო რომ გავიცანი დედამისი და ძალიან ხშირად არა მარტო მე, არამედ ანისაც და პატასაც ძალიან ხშირად ზრუნველობა მის მიმართ გამოუხატავთ. შენ ყავს პატარა ანასტასია. რამდენი წლის არის ახლა? ანასტასია ხაჩიძე, 3 წლის. ანასტასია ხაჩიძესაც სიმღერის ნიჭი აღგვარებდა. მე სუჩხუბობ რომ ნუ მიყავთ გადაცემებში მეთქი ძალიან პატარა თვითონ მოიპოვოს ეს თავის წარმატება შემდეგ და შემდეგ ვარ. რა ვქნათ მოგწონს და გვაინტერესებს. ო, საინტერესოა, ესე ვთქვათ, გადაცემის თემისთვის საინტერესოა. არა, საყვარელია თან და მღერის. ერთადერთი კითხვა დაგვჭა. ერთადერთი კითხვა დაგვჭა და შენ გახდები 400 ლარის მფლობელი. მე უკვე ვიმსჯელებთ, გადავიდეთ თუ არა თქვათ მეორე ეტაპზე, სადაც 4000 თამაშდება. ალბათ ეს მარტივი კითხვა და მარტივი პასუხი იქნება და სადღაც მე ვიცი კიდეც ამ კითხვაზე პასუხი. ხვდები? მოდი დაგისვამ. ყურადღება მე-6 კითხვა. ანასტასია უფრო გიყვარს ვიდრე ნინი? ამას რა ვიცი. რა თქმა უნდა. კი თუ არა და მე განვიხილე. რა თქმა უნდა ანასტასია, კი. ეს პასუხი არის სიმართლე. რატომღაც რო არ ყოფილიყო სიმართლე. ხო არა, დაწუნებული ვიყავი. რა გავაკეთოთ ახლა მეორე ეტაპზე? გადავიდეთ თუ არ გადავიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. უნდა გადავიდეთ, მეც ესე ვთქვი. სამივეს შემართება მომწონს, დარწმუნებული ვარ არაერთ ეტაპზე. მაყურებელი ასპექტი. მაყურებელი ასპექტი. ჩუმად ფიქრობ, მე ვერ ვხედა. კი, ისა გადახდა. ხალხობა მოგწეს. ხო მარტივი იყო, პრინციპში არაფერი ისეთი რთული არის. კი, რა ვიცი, აქამდე მარტივი იყო. მოკლედ მეორე ეტაპზე გადავიდეთ, გადავწყვიტეთ. მეორე ეტაპი შედგება 5 კითხვისგან და თუ რა თქმა უნდა ამას მართალ პასუხს გამცემ 5 კითხვაზე, გახდები 4000 ლარის მფლობელი. 4000. დიახაც. რა მაინტერესებს? აი 21 საუკუნე, ხო? თქვენ ადამიანები ძალიან პრაგმატულები გავხდით. რომანტიზმზე ლაპარაკი ყო ბევრს არ სიამოვნებს, ხო? ყველა აი ზოგს აღიზიანებს კიდეც, ზოგს არც აინტერესებს. ყველაფერი დათვლადი გახდა. როგორ ფიქრობ, აი პროცენტულად, რომელი უფრო მეტია? ანგარებით შექმნილი ოჯახი თუ თქვა უანგარო? აი ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებ. თუ მაინც იმედი გვაქვს, რომ სიყვარული გადაარჩენს. რა ვიცი, ალბათ მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ვართ ძველი ტრადიციების ქვეყანა, დიდი ტრადიციების ქვეყანა, ის რომ ჩვენს ქვეყანაში არის თავისი რელიგია, მართლმადიდებლობა, მე ვფიქრობ, რომ ალბათ სიყვარულით უფრო მეტი ოჯახია შექმნილი. როდესაც იყავით ზენიტში, შემოსავლის წყარო, თქვა, ან შემოსავალი ზოგადად გაკმაყოფილებდათ? მithumetes თუ გავითვალისწინებთ იევში რაღაცა მილიონიან აუდიტორიის წინაშე გამოходით. როცა ვიყავით ზენიტში, შემოსავალი მე იმ დროისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჭაბო ამირაჯიბის სიტყვას გავისენებ, ჯამაგის უნდა იყოს კაცი და არა ჯამაგირი კაცი. თუ როგორ არის პირიქით. აზრი გავიგეთ, მიღებულია კი. ანუ ყოველთვის ყოფნიდა და იმ ეტაპზე ჩვენ რაღაცნაირად ვახერხებდით იმ ელემენტარულ საფს ქირაობთ, ერთად ცხოვრობთ სოფლა? იყო ეტაპები ჩვენ ვიყავით 4 საწყის თავიდან, ესე რომ ვთქვათ, იყო ეტაპი რომ მე და გურამი ცხოვრობდით ერთად. შემდეგ იყო ვთქვათ ირაკლი და ზურა ერთად ცხოვრობდნენ, ან კიდე პირიქით ესე ვიცვლებ. მომთაბარეობდით ფაქტიურად, მაგრამ შემდეგ ერთობოდით ძალიან. კი, სამწუხაროდ არ ქონდა საშუალება იმისა, არც ისეთი მამები არ ყავდა რომ რაღაცა ელემენტარულად ხა ისეთი მამის ყოლა არ არის საჭირო და არ ჩობლის რომ შენ შრომით შეუვლობდი, ეს არის მთავარი. დამოუკიდებელი შრომით ნაშოვნი შემოსავალი ბევრად გემრიელია ვიდრე მამიკომ დილით დაგახვედროს ბევრი ეს კარგია ალბათ მაგრამ მე უნდა დაგიკრათ მადლობა
14 წლიდან სულ ვერცი ამას, რომ შენი შემოსავალი შენ თვითონ შენ. დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. დღემდე ვინაიდან და რადგანაც დღეს სამწუხაროდ მე ამ საქმის გარდა რასაც სიმღერა ქვია, არაფერი არ მიკეთებია, დღეს სამწუხაროდ ეს შემოსავალი ჩემი საქმიდან, რასაც სიმღერა ქვია, არ მაქვს, მაგრამ აქვს რაღაცა წყარო, რომელიც საიდანაც ვიღაღიდე სახლი მახსოვს. კი. საქმეში ჩადი, რომელიც საქმეში ჩავდე. საქართველოში ერთ ეტაპზე არ გაამართლა და შემდეგ რაღაცა საზღვარგარეთ ჩემ ახლობლებთან გაუშვი ყოველგვარი იურიდიული საკითხების გარეშე ეს ნახა და რაღაცა შემოსავლის წყარო მაქვს, ხა ვერ ვიტყვი. კარგი. მოდი მე შვიდე კითხვას დაგისვა. ბატონო. გამაგრდი. შენ რომ თბილისელი ყოფილიყავი და საკუთარი სახლი გქონოდა. ხათუნა ჟორდანიას ცოლად მოიყვანდი. კი, მოვიყვანდი. იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა. ნახოთ. ეს პასუხი არის თამაში მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ რა გავაკეთე, უნდა გადამიმოწმებინა ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჭორის საბაბი იყო თუნდაც. თქვენი ქორწინება თუნდაც. ბევრი რამე მაქვს მოსმენილი, მაგრამ თუნდაც იმიტომ რომ პოპულარული ადამიანი ხარ შენ, საკმაოდ ცნობილი ადამიანია შენი მეუღლე. საერთოდ ცნობილი ადამიანები ხართ თბილისში და არა მარტო თბილისში, საქართველოში და ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა. რა არის მე და ხათუნა ეს ალბათ შენთვისაც კარგია ეს რაღაცა რო ვამოწმოთ. ჭორების კი, რა თქმა უნდა, ჭორების ამ ჭორების ქარცეცხლის ამ მედია თავდასხმის იმ პერიოდში ხო ვიტყვი რომ ძალიან ხშირი იყო შემოტევები. მოსმენილი მაქვს ძალიან ბევრი. ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული ვინც იმ პერიოდში ჩემთან ერთად. მართლა გითხრათ თვალებზე გეტყობათ ორივეს, ასე რომ მე მიკვირდა ეს ჭორები, მაგრამ რა სიზავ. თქვენ თავიდან იყავით 4 ხო? დიახ. მახსოვს ერთ-ერთი თქვენი კოლეგა ირაკლი ნოსაძე. პიკასოს რომ ეძახიან. ხო, ანუ პიკასოს. მისი წასვლის შემდეგ დიდი ასე რაღაც კომენტარი არ გაგიკეთებიათ, მაგრამ გამოვიდა არაერთი ჟურნალი, სერიალივითი იყო, სადაც პიკასოს ახსარებას ჰქონდა ადგილი. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა იყო იმ ახსარებაში. მე ხა ვერ მოვყვები, იმდენი იყო იქ, მაგრამ მათ პირდაპირ კითხვას დაგისვა და თუნდაც მე ჩავუხმავდეთ, იმიტომ რომ იქაც იმდენი იყო, რომ ვერ დავამთავრებ დღეს გადაცემას ალბათ ვერასოდეს. კი ბატონო. მერვე შეკითხვა. ქუჩის ბიჭებიდან პიკასოს გაშვება აუცილებლობით იყო გამოწვეული? კი. ნახოთ. ეს პასუხი არის საკმაოდ ძიმეთი. დეტექტორს. სიმართლე. მილოცა 3 კითხვა და 4000 ლარის უფრო გლობელი გახდები. ენაც კი დამება. შენ რატო ხნეში და ოხრავ ამდეს? ვითხარი. შენი ხმები არა, მიკროფონიდან ისე ის. მე შეგიძლია რამე პიკასოზე შენ მოგვიყვე. რატომ იყო აუცილებელი თქვა მისი წასვლა? თუ პრინციპში საერთოდ ირაკლის წასვლა ჩვენთვის ძალიან დანაკლისი. კი, მტკივნეული იყო და საკმაოდ ხანგრძლივი პაუზაც იყო. პაუზაც კი 2 წელი. ფაქტიურად მან გადაწყვიტა. წასვლა? რომ წასულიყო, დიახ. იძულებული აიძულეს მისი ცხოვრების და მისი ნება იყო დარჩეულდა თუ წავიდოდა და ეს გზა აირჩია. ესეთი პასუხი შემიძლია მოგცეთ. კონდეს, ну, ერთგვარი დარტყმა იყო.
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი პაუზა გამოგვივიდა ამის შემდეგ და გაგვიხდა საძიებელი ისადმი. საიმიჯო დარტყმა ხო არ იყო? საიმიჯოთა დარტყმა იყო, იმიტომ რომ რა ვიცი, იყო რა თქმა უნდა. სხვადასხვა მოსაზრებები აქვს დღესაც, რომ აი ირაკლი, მაგალითად პიკასო რო იყო თქვენ ჯგუფში, მაშინ უფრო რაღაცა ის, ანუ საერთო ხაზი ერთი ფონი, ანუ ანსამბლი უფრო, ჯგუფი უფრო ჩანდა და აი იმის შემდეგ ზოგს ცოტა სხვანაირი შეხედულება. ზოგი პირიქით ამბობს, რომ აი ეს საერთი აზრი არასდროს არავის არ აქვს. დღეს თუ გააქვს შეხება პიკასოსთან, აი შენ მაგალითად რა თქმა უნდა გვაქვს. იგივე. და როდესაც მისი ინტერვიუები წაიკითხე. რა ხასიათი ცუდ ხასიათზე. რატო? მე არ ვიძახი რა ეწერა და შეგიძლია მოყვე ისეთ. ნუ ფაქტიურად ეხა შეიძლება ისეთ სიტუაციას. კარიერა როგორ დაიწყეთ? ძალიან ბევრი რაღაცა ეწერა. იქ მიმატებული კითხვებიც იყო ჟურნალისტების მხრიდან. გაზვიადებული და ეს უფრო გაბერილი და რაღაცას ღაპარსაც გავდა. კი. თითქოს ირაკლის საუბარსაც არ გავდა. ნუ იყო რაღაც სიმართლეც, მაგრამ უფრო მეტი ვიტყოდი 80% არა. რაში დამჭირდაო? თქვენს მეგობარს რაში დაჭირდა ამის გაკეთება? ეს მეგობარს არა, უფრო დაჭირდა ჟურნალს რეალიზაციისთვის. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და ალბათ შენთანაც ძალიან ბევრი ამ საინტერესო არის მომხდარი. თავგადასავლების მოყვარული ხარ? ვის? თავგადასავლების. კი, რა თქმა უნდა. გიждდები თავგადასავლებზე, შემთხვევითობები. სპონტანური. სპონტანური. შეგიძლია რამე ესეთ გაიხსენ, რამ საერთოდ გქონდეთ საერთო თავგადასავლება? მე და ზურას? თუნდაც. ძალიან ბევრი. კურიოს არ გულისხმობ. არა. თავგადასავალი. რა ვიცი, ძალიან ბევრი ესეთი კონკრეტული არ ჯგუფის ცხოვრებას ხარ რამდენი აი ექსტრემალური თუნდაც, ან რაღაც საფრთხესთან რომ იყო თქვა დაკავშირებული ან ასოცირებული ან რაღაც არ ვიცი რომანტიული იქნება სასიყვარულო თავგადასავალი რაც სასიყვარულო თავთან დაკავშირებითაც ბევრი ექსტრემალური მდგომარეობები ყოფილა ერთი გავიხსენოთ კურიოს მაგრამ ძალიან რთულია იმ თემებზე ლაპარაკი ძალიან მძაფრი თემებია ისინი და ძალიან მიჭირს ახლა ამაზე ლაპარაკი მძაფრი რა მხრივ არასასიამოვნო თუ პირიქით ხო არასასიამოვნო თქვა კონფლიქტური და მე შემდეგ რაღაც ცოტა სხვანაირად დამთავრებული მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული აქეთა მხარის იმიტომ რომ ჩვენ მოგეხსენებათ სიმონღელების ჯერ ვართ მამაკაცები და ადამიანები და მე ვართ მონღოლები და აი მანდილოსაც რაც შეეხება აი რა იყო ისეთ შეგქონიათ გათხოვილ ქალთან ურთიერთობა საფრთხეში ჩავარდნილ ხარ გამოთხოვილ ქალთან კი იმიტომ რომ ეს გამოთხოვილი რას ნიშნავს გათხოვილთან არა გამოთხოვილთან კი ანუ გათხოვილთან არასოდეს არ გქონია ყოველ შემთხვევაში განქორწინებულებთან არ მახსენდება უფრო დავამატებდი გათხოვილ გაშორებულს ხო? ხო, განქორწინებული. კი. მეცხრე შეკითხვა. მუსიკაზე უცხოდ ვიცავ. გაქვს ისეთი ისტორია, რომელიც ხათუნამ არ იცის და არც გინდა გაიგოს. ბორჯომელი ქუჩის ბიჭის მოულოდნელი პოპულარობის ნამდვილი მიზეზი. ნამდვილად გქონდა რომანი ქეთა თოფორიასთან. როგორ შეაფასებს ობიექტური პოლიგრაფის სურაბ ხაჩიძის სიმართლეს? ნახეთ. სიმართლის დრო. მუსიკაზე უცხოდ ვიცავ. გაქვს ისეთი ისტორია, რომელიც ხათუნამ არ იცის და არც გინდა გაიგოს. კი. ამწუხაროდ კი. ნახოთ. ეს პასუხი არის სრულით არ გასჩენთ შენს მეგობრებს რომ დაეჭრათ თუნდაც კილაკის.
კიდე რაღაცა იცით თქვენ და არ იცით რა. განსაკუთრებით გაეცინა პაატას ამ. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა უფრო მეტი ვიცით ვიდრე თქვენ. ხათუნა. და ვიდრე ხათუნა. დარწმუნებული ხარ? არა. მოდი 50-50. იმიტომ რომ თქვენ თავისუფალი ურთიერთობა გაქვთ, ანუ უყვებით ერთმანეთს პრინციპში ყველაფერს ალბათ, ხო? მაგრამ ეს წარსულიდან ისტორია არის თუ წარსულიდან რა თქმა უნდა. ქართულ შოუ-ბიზნესში. შოუ-ბიზნესი ესეთი ამ ორი სიტყვის სინთეზს თუ გავითვალისწინებთ, საერთოდ არ არსებობს. მაგრამ ნუ მაინც ესტრადა დავარქვათ თუ გინდა, ნუ იყო შოუ-ბიზნესი. თავს ვიწყნარებ ამ სიტყვით. აი როგორ ფიქრობ, ვინ არის ყველაზე წარმატებული? წარმატებული თავისი შემოქმედებით, ხო? პოპულარობა და ხარისხი ცალკე თემაა, მოდი ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ხარისხიანად. იცი, ბევრია ალბათ, მაგრამ აი მაგალითად მეგობრობ ბევრთან? ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ანუ აი ქართულ შოუ-ბიზნესში შეიძლება აი თქვა, თუნდაც მეგობარი ყავს, მაგრამ მიხვიდე და უთხრეთ, რომ შენ სიმღერა არ მომწონს, აი რაღაცა ვერ. ხშირად გამიკეთებია და მithქვამს, რომ აი და მიუღიათ. და გამოუსწორებიათ და უკეთესი ჩაუწერიათ და უფრო პროგრესი შემჩნეულა მათ რეპერტუარში. ასევე მე მიმიღია და პროგრესი. ყველაზე ახლო მეგობარი ვინ არის, თქვა და აი ამ სამყაროდან შენ? აუც ბევრი მეგობარი მყავს მუსიკალური სამყაროდან. ძალიან ბევრი კომპოზიტორი, ძალიან ბევრი შემსრულებელი. არა და მე ვინმე არ გამომიჩეს. ვინმე არ გამომიჩეს. თვითონ წარმატებულ წერან კითხვას დაუბრუნდები და წარმატებულ ესე ვთქვათ, ვის მივიჩნევ წარმატებულად, მე ვფიქრობ, ესე ვიწრო ერთ სოლისტებში ძალიან ნაკლებად უფრო წარმატებას ვეძახი, რაც სოფლიოში აღიარებული, ანუ ვიტყოდი სუხიშვილებს, ვიტყოდი ერისიონს, ვიტყოდი ჯგუფი შინი, რომელიც ანუ წარმატებული მე ვფიქრობ ეს არის და მომღერლებიც არიან წარმატებული, თუნდაც სტეფანი და სამი გოგო ბოლო პერიოდში რა ვინც ჩანს, ვისაც რაღაცა კონცერტები აქვს, შეიძლება რაღაცნაირად ესე გამომდის, მაგრამ პოპ კულტურა, პოპ შოუ ბიზნესში ეს ესე ვხედავ. კეთას და როგორ თქვი? კეთა თოპურია ხო საერთოდ, ნუ ეს გამომჩა და როგორ შეიძლება შენ გამოგჩეს კეთა? მოდი მე ხა ბავშვობაში ალბათ ვარიდები რაღაცას ბავშვი, იმიტომ არ მე არ გარიდებ, მოდი ბავშვობაში დაგაბრუნებ. მე 1000 შეკითხვა. ნამდვილად გქონდა რომანი კეთა თოფორიასთან? ნამდვილად გქონდა კეთასთან რომანი. ეს პასუხი არის კარგი პერიოდი იყო, ძალიან ბევრი კარგი რამე მახსენდება იმ პერიოდში. მენატრება ის პერიოდი. მენატრება საერთოდ მენატრება ის პერიოდი, ყველა თავისი კომპონენტი. და ეს კონკრეტული რომანის პერიოდი? კონკრეტული რომანის პერიოდი. პატარები იყავი. არა, მე დიდი ვიყავ. დასრულეკი. და კეთა იყო 15 წლის. და ხო, ისე 16-ის, კი. სასიამოვნო ძალიან ლამაზი კარგი წლები, როცა ერთად რაღაცა. მაგრამ ის ძალიან დიდი ხნის უკან იყო ფაქტიურად. ვიცი. 8 ბავშვობაში დაგაბრუნებები. 9-10 წლის უკან, ხო? პირველი სიყვარული არ იყო, ხო? ბორჯომში ყავდა. არა, პირველი სიყვარული არ იყო. მაგრამ ეს სიყვარული იყო, თუ გატაცება იყო? მე ვფიქრობ იყო, იმიტომ რომ ძალიან რა ვიცი, ისეთი ურთიერთობა გქონდა, რომ აბა ეს გატაცება აი ბორჯომიდან ჩამოხვედი. მოდი ისევ გადავიდეთ ბორჯომისკენ. საერთოდ გზა გავიაროთ ბორჯომიდან თბილისამდე. ჩამოხვედი თბილისში, ნაკრაებში ცხოვრობდი. თბილისურ სნობიზმს თუ შეეჯახეთ? კი. კი? რა თქმა უნდა.
ძალიან რთული წლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულები იყავით. დასაწყისში ვამბობ, სანამ ძალიან ანუ სანამ არის სხვადასხვა ეტაპად შეგვიძლია დავყოთ ჩვენი პერიოდი. ანუ როგორც კი გაგვიცნოთ ადაპტირება გაგიჭირდა? როგორც კი გაგვიცნოთ თბილისმა, ძალიან რთული და ძალიან ის ბევრი ისეთი რაღაცები გვესმოდა ყველაფრის ნაბიჯზე, რომ რაღაცა პროვინციელები, ბორჯომელები, რაღაცა ისეთი რაღაცა. ანუ არის ეს თბილისის სნობიზმი კიდე. იყო დასაწყისში, რასაც ვერ ვიტყვი. ამას ჭირდება წლები დრო, ალბათ ყველა ქალაქში ესეა. თუმცა ლივერპულში ალბათ როცა ბიძემ დაიწყე შემოქმედება, თავიდან ალბათ სკეპტიკოსები ლონდონში ლაპარაკობდნენ. კარგია. თავიდან. და მომენტალურად. რატომდაბალი ბიჭია, გაგიშტენებ. არა, რაღაცნაირად ვერ ვიტყვი ხა შენ არ მოიწავლე ამ სნობიზმით. ამდვილად არ მოწამლوار, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების დევიზია მიეცი გზისა. აი ახლა ნინი ან ანასტასია რომ გაყვეს პროვინციელ ბიჭს ცოლად. ნუ ანასტასია როცა გაიზრდება, მეკნება პრეტენზია პრობლემა. არანაირად. იმიტომ რომ ესეთი მას ვინც ეყარება, მე იქამდე სანამ გავზდი და სანამ ამ ეტაპამდე მივა, ძალიან ბევრ ამის ვასწავლე ამასთან ამ მიმართულებით, მაგრამ ვინც ეყარება, იმას ვცემ მე პატივს და არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს, რომ არა მამა ეხა ამას არ გაყვე. რატო ძალიან დიდი სისუფთავია ქალაქგარეთ. სისუფთავი სულიერი თვალსაჩინო. არა, მე აბსოლუტურად გეთანხმები და საერთოდ სნობიზმზე მეტად, არ ვიცი, რამე თუ არსებობს, რასაც მე ვერ ვიტან. ჩვენც ხომ მოიყვანეთ ცოლი? კი. კი. შვილი ყავს? კი, გოგო მყავს. გილოცავ. ქრისტინე ხაჩიძე. კარგი, მოდი რაღაცა ერთადერთი კითხვა გვაშორებს ახლა 4000 ლარს. და მოდი გაგისვა ბოლოს და ბოლოს მე-11 კითხვის დროც მოვიდა. როგორ გონია? ბორჯომელი ქუჩის ბიჭები თბილისელებისთვის პროვინციელ ბიჭებად დარჩნენ. ანუ დღეს გულისხმობს. დღეს. არა მგონია. გონიას ვერ მივიღებ, იან არა. არა. ანუ არა. პასუხი არის ისე მგონია. ნახოთ თქვენ ცნობიერი რას იწვის. სიმართლე. გილოცავ გახდი 4000 ლარის მფლობელი. ზურა. როგორ გწნობ თავს? ძალიან კარგად. შენს გვერდზე განსაკუთრებულად კარგად. არ არის ესეთი საშიში ამბავი. და მაგ ზუსტად ამას ვამბობდი, რომ სულაც არ არის ესეთი რას წარმოდგენაც აქვს, ალბათ ამ გადაცემაზე საზოგადოებას თუ საზოგადოების ამა თუ იმ წევს. შვიდად კარგად, რა ვიცი, ჩემი მე ეს თან გონია რომ ნელ-ნელა უფრო წნარდა. კი, ისეც არაფერს არ ვამბობ, რაც თქვა არ მილაპარაკია ჟურნალ გაზეთებთან. როგორ გონია მოიტყო დეტექტორზე რამე, იმიტომ რომ შეიძლება პასუხი აქ შეცვალო. ფიქრობ რომ იქ მოიტყვა. შეიძლება ცოტა აუჩქარდი, თორე მოტყუებით ალბათ არ ამ ანუ არ დაფიქრებულ ხარ შეიძლება. ხო, აი რაღაცა შეიძლება არ დავფიქრებულა. აი მოდი ახლა დავფიქრდეთ და გადავწყვიტოთ. მესამე ეტაპზე გადავიდეთ თუ არ გადავიდეთ? ნანკა, უკაცრავად, რამდენი კითხვაა დარჩენილი? მესამე ეტაპი შედგება 4 კითხვისგან. ნებისმიერ დროს შეგიძლია ამ ღილაკს დააჭირო ხელი ან შენ შევცვლი მე კითხვას. მაგრამ ერთხელ გაქვს ამის უფლება. სანამ მე კითხვას დაგისვავ, კიდევ ერთხელ გიმეორებ. სანამ მე კითხვას დაგისვავ, შენ მანამდე შეგიძლია უარი თქვა ნებისმიერ დროს ადგე და დახვიდე 4000 ლარი. მაგრამ თუ კი შენ ერთხელ მაინც კითხვას ჩემს მე დასმულ კითხვას სიმართლეს არ სიმართლეს არ იტყვი, ან შეიძლება შენ კი გონია რომ ეს სიმართლე, მაგრამ არ ვიცი, არ გიფიქრია ამაზე, არ ჩახმავებულ ხარ და შენი ქვეცნობიერება აბსოლუტურად სხვა პასუხია. შეიძლება 400 ლარი წახვიდე მხოლოდ და მხოლოდ. მე ვფიქრობ რომ უნდა გააგრძელოს. მე მეგონა რომ ბევრად რთული იქნებოდა, მაგრამ რაღაც
აი ესე გონია ყველას გონი ვარ და მონსტრი ეს კამი გონია რაღაც საშინელება მაგრამ არ გიცნობს თორემ მე სულაც არ გონი ხარ მონსტრი საბოლოო გადაწყვეტილება არის შენზე 4000 ვარ კარგი თანხა 10000 იქნებდა ალბომის სიმღერების თანხა გესაჭიროება რეალურად შეწყვეტის უფლება გაქვს ამიტომ ვაქცინებ აქვს შეწყვეტის უფლება თანხა გესაჭიროება ალბომისთვის სპონსორებო დაგვაფინანსეთ რომც ვერ მოიგო იმედია სპონსორები ნამდვილად გამოგიჩნდება მოკლედ ვაგზავნებთ მესამე ეტაპზე გადავდივართ მესამე ეტაპზე არის 4 კითხვა როგორც უკვე გითხარი და ისევ და ისევ თქვენზე უნდა ვისაუბროთ. თქვენ ყავთ კიდევ ერთი პიკასოზე ვისაუბრეთ, შენ აქ ხარ და აქ ხარ და დაგვჭა გურამიკო. გურამ ლობძე. გურამიკო, ამდენადაც ვიცი, წასული იყო ერთ პერიოდი ამერიკაში, ახლა ჩამოვიდა. წასულია. რას აკეთებს ხო? არცი, რაღაც ამ პროფესიით ვერ ჩვენი პროფესიითაც გამოსვლები აქვს, რაღაც გამოსვლები აქვს შაბათ-კვირას, მაგრამ ისე ვერა როგორც ვთქვათ, აქ როგორც იყო ის ძალიან რთული ამერიკაში, ამ ხელა კონკურენციის პირობებში ის სახელი ქონდეს და ისე დადგეს სცენაზე და იმღეროს. თუმცა იქ კლუბებში რაღაცა ესეც კარგია, ესეც კარგია. რამდენად რეალურია, რომ თქვენ თქვათ ისევ შეიკრიბოთ ერთად. ძალიან რეალურია. საჭიროა და ისე ქუჩის ბიჭები გექნათ. არა, თქვათ შეიძლება რაღაცა ფორმატ სახელწოდების შეცვლაც ამ სახელმა და თავის რაღაცა გავლენაც. მეოთხე ადამიანი გჭირდებათ. ეს იქნება პიკასო თუ შესაძლებელია რომ საერთოდ პიკასოც იყოს და პატაცეცხლადეც იყოს არსებული ვინც არის ეს მეოთხე წევრი ჩვენ. მე ვიცი რომ შენ ძალიან გინდოდა წასვლა თქვათ საქართველოს ფარგლებს გარეთ და ალბათ დიდი სურვილიც გაქვს. ხანდახან არ იღლები აი ოფიციც ხო პრობლემებისგან არ გინდა გაიქცე სადღაც ყველას და ყველას გაიქცე. კი, ძალიან ხშირად ქონია ესეთი აკვეატებები და ძალიან დაგაჩერებს ოჯახი. რა ვიცი, ალბათ ბავშვი, ალბათ ჩემი ხათუნა, ალბათ მეგობრები, ალბათ კი არა ეს ყველაფერი მაჩერებს და თან განსაკუთრებული სიყვარული იმ ადამიანების მხრიდან, რასაც ვაწყლები ყოველდღიურად აი ამ ქვეყანაში, დაწყებული სურამში, ნაზუქებთან რო გააჩერებ დამთავრებული სხვადასხვა ადგილზე. ეს იხელა სიყვარულია, რომლის კომპენსირებასაც საზღვარგარეთ აი ამ გაქცევით თავს ვერ უშველია. ხო, მაგრამ შეიძლება იქ გახდეთ, თქვათ, ბევრად წარმატებული. ჯერ მაქვს კიდე წლები და ალბათ შესაძლებელია. ჰონორარები გქონდეს. კი, შესაძლებელია, რომ ესეც მოხდეს, არ ვიცი. ჯერჯერობით დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ კი, არ არის, სად დავაკაკუნო. არა. მოდი მე გადავალ ახლა პირდაპირ მე-12 კითხვაზე, მესამე ეტაპის პირველი შეკითხვა. გახარ? კი. თვლი რომ გურამ ლომიძეს უფრო გაუმართლა ვიდრე შენ. გურამი გამიჭირდა, გურამიკო. გურამიკო. კი. 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 ნახოთ. მომდა. ეს პასუხი არის მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვკითხავ, ვაგრძელებთ თუ არა. 13 რიცხვი როგორ გაგრძელდება? 13 კითხვა მოდის. საერთოდ რაღაცა რიცხვებს არ უყურებთ. ეს პრინციპში ყოველთვის თუ სადმე აზარტულ თამაშში როცა მიმიღია მონაწილეობა 13-ზე ხშირად დამიდა. ანუ აქცენტი გამიგეთ. ხო, შეიძლება რიცხვებს არ უყურებდე, ნახე იქ. ნახაში ზემოთ 100,000-ია. გავაგზავნოთ. მე ვფიქრობ, რომ უნდა გავაგზავნოთ. ხო, რა თქმა უნდა. მეც ვფიქრობ, რომ უნდა გავაგზავნოთ. ძალიან კარგი. მოდი დაუბრუნდეთ ახლა ისევ შენს პირად ოჯახს. ვთქვათ, თუნდაც ნინის. როგორი ურთიერთობა გაქვს დღესდღეობით? არასდროს არ ქონია მასთან თუნდაც ეჭვარების მომენტი, ხო, ოჯახში, შენზე? მას არ ქონია ჩემზე? ხო. და პატარა იყო მაშინ. საერთოდ როგორც რა ვიცი, ოჯახში ამას ისე ვერ ვატყობ, როგორც ანუ ხათუნასთან კავშირში. მე უბრალოდ ბევრი საეჭვიანო ის არის. ნუ ანასტასიაზე შეიძლება. ზოგადად, თუნდაც ხათუნა და თუნდაც ანასტასია. არ შემიმჩნევია ჩემთან მიმართებაში, იმიტომ რომ ნინის ყოველთვის უნდოდა
ხათუნ ანუ პირველ რიგში ანუ როცა პატარა იყო მე მახსოვს ხათუნას ეუბნეოდა რომ გათხოვდი ძალიან მინდა დაიკო. აქედან გამომდინარე ხათუნამ კარგად მიაწოდა ალბათ ის რომ დაიკოს ეს ჰაერზე ვერ გავაჩინა, ამიტომ ამისთვის არის მამიკოს. ხოდა ჩემზე არ ეჭვიანობდა და ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბევრჯერ ასე. მაგრამ გარდატეხის ასაკი მოუწია სწორედ შენს პერიოდში. ძიმე პერიოდი იყო მისი გარდატეხის ასაკი. ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი შენ თვალწინ. ჩემს და ხათუნას ისა ნინის ურთიერთობაში არ აისახებოდა. ეს გარდატეხის ასაკი უფრო ხათუნას და ნინის შორის. ანუ შენ ცდილობ არ ჩაერიო ხოლმე. მე ვცდილობ საერთოდ ნინის ცხოვრებაში მხოლოდ ვიყო მეგობრის დონეზე დამრიგებელი. მე სხვა ზომებს ვერ აი მე-13 კითხვაც უნდა დაგისვა. რომელიც ეხება ნინის და შენს დამოკიდებულებას. ბატონო. როდესაც ნინი სახლში არ არის, თავს ბევრად კომფორტულად ვცნობ. როდესაც ნინი სახლში არის. არა, იმიტომ რომ ნუ ამის მერე ვიქნე რატომაც. არა. ეს პასუხი არის კომფორტია. სიმართლე. 13 კარგი რისკი ყოფილა შენთვის ან იმდენად კარგად იცნობ შენს ოჯახს რომ ვერც კი ითმენდა ეს არის სიმართლე იზახა. ой, იმიტომ რომ წარმოიდგინე ნანკა როგორი სიტუაციაა სახში, როცა ნინი არის ძალიან კომფორტული საერთოდ. ვინც იცნობს მას და ვისაც ქონია არ შემიძლია არ დაგეთახა. სახში ისეთ რამებს აკეთებს, როცა ის არის რომ ის რო არ არის მაშინ ვარ დისკომფორტში. იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობს ფანტასტიკური. მარტო მე არა. 2 კითხვა დაგჭი. ბატონო. 2 კითხვა დაგჭი და გახდები 10000 ლარის მფლობელი. თქვენ როგორც აი მოდი განყენებულად ვისაუბროთ ხა ამას. აი ქუჩის ბიჭების დისკს. იყიდი. აი შენ ხო, ანუ აი შენ ხარ ჩოლები მსმენელი, ნანკა ხარ, თქვა ვიღაცა ნანკა ხარ. რომელიც დადის და აინტერესებს რაღაცა მუსიკის მოსმენა. შენ აი იყიდი ესეთ მუსიკას, ესეთ თქვა თან არ იყო რა ჯგუფის წევრად ხონდა, განყენებულად გეუბნები. ვიყიდი, იმიტომ რომ მე მიყიდია სხვა შემსრულებლების დისკები. არამედ კი არ მithოვია მათთვის რომ მათ ჩქონ, არამედ მიყიდია დისკი, რასაც ლიცენზირებული დისკი. მე სხვა რაღაცა ვიკითხე. არა, მესმის შენ რაც ამბობ. ვიყიდი. ანუ ღირს თუ არა რომ იყიდო და მოსმინო? ხო, მოსმენა. მე ვიყიდი. რა თქმა უნდა. თუ თქვათ რა თქმა უნდა შევიკრიბეთ, ეს იქნება გაცილებით უფრო ცოცხალი და ჯაზიც გიყვარს ძალიან, ხო? ჯაზთან კი ძალიან დიდი შეხება ჰქონდა წლების წინ ჯაზაკაპელები გაკეთებული, როცა ბორჯომში ვიყავით ჯაზაკაპელებით მეცადინეობდით რაღაცა ეტაპზე, ანუ სამეცადინოები და თქვათ რაღაცა გაკვეთილები ვოკალში იწყებოდა ჯაზაკაპელებით და ირჩეოდა ეს ჯაზაკაპელები. Take6-ის რეპერტუარიდან მაჰტენ ტრანსფერის თუ როგორ გამოგვიდგა? არა, ჩვეულებრივი გემოვნება გაქვს. მოდი მე ახლა რაღაცა წინ წავალ და მე 14 კითხვას დაგისვავ. ნახოთ. ისმენთ. რომ არა კომერციული ინტერესები. გაცილებით გემოვნებიან მუსიკას შექმნიდი. რა თქმა უნდა, კი. ეს პასუხი არის
დირექტორმა დაადგინა რომ შენ შენ არ სრულობ, შენ არ ეთანხმები იმას, რომ შენ რაღაც სხვა შეგექმნა, შენ მოგწონდა ის ასაც კნიდი იმ პერიოდისთვის და გაცილებით კომერციული რასაც კითხვა რაც შეეხება ეხლა არ მინდა რაღაცა ისე გამომივიდეს კომერციული ინტერესების რო არა კომერციული ინტერესები შექმნით თუ არა ანუ უკეთეს მუსიკას ნამდვილად გაცილებით უკეთეს მუსიკას რა თქმა უნდა შევქმნით ეს კითხვაში ცოტა ჩვენ ფაქტიურად თავიდან მქონდა ეს და შემდეგ მე რამდენიც მახსოვს და მე ვერ გავაპროტესტებ მის ქვეცნობიერს და საერთოდ ვერაფერს, მაგრამ ადამიანი რომელიც იძახის რომ ეკლესიიდან მოდიხარ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ საგალობლებს როცა ვთქვათ გალობთ ხო? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ვთქვათ ის ნიჭი, ის ცოდნა ხალხამდე მიიტანოთ და შენთვის მნიშვნელობა არ აქვს პოპულარობას, ალბათ კომერციული თვალსაზრისითაც არ უნდა შეგექმნათ მუსიკა და თუნდაც ის ჯაზი იქნება თუ რაღაცა გეკეთებინათ. თქვენ სადღაც მოგწონდათ ალბათ უფრო და რასაც ქმნიდით და ალბათ მე არ ვიცი ეს ჩემი ვარაუდია ეს იდო ალბათ სადღაც სიღრმეში და ქვეცნობიერში. შენ არაჩვეულებრივად ითამაში, ძალიან გულშემატკივრობდი. ყველაფერი ხდება და მე დარწმუნებული ვარ რომ მოხდება ისიც რომ ძალიან მალე ჩვენ ახალ CD-ს მოვისმენთ. ძალიან მოგვენატრე, აღარ დაიკარგო და შენი ერთგული მსმენელი და მაყურებელი აქ ვართ და გეუბნებით.